ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. Ქონდა შესაძლებლობა შევხედროდი სხვადასხვა ევროპული ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ცენტრალური ბანკირებს. Რა თქმა უნდა, ასევე საქმიანი დისკუსიები მქონდა თვითონ უნგრეთის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტთან, ვინც მასპინძლობს ამ კონფერენციაზე და ეს ყოველთვის კარგი შესაძლებლობა რომ გავცვალოთ ერთმანეთთან ბოლო გამოცდილება ინფლაციასთან ბრძოლაში თუ რა მაკროეკონომიკური ვითარება არის ამა თუ იმ ქვეყანაში და რა როლს ასრულებს ცენტრალური ბანკი მის ნორმალიზაციაში. ასევე ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა რომ გავიგო უფრო მეტი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, მაგალითად იგივე სეპაში, იგივე ერთიანი ევროსაგადახდო სისტემაში სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით ვის რა პროგრესი აქვს და კიდევ რა ძალისხმევა უნდა გავწიოთ რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი. კონფერენციის მთავარი თემაა როგორ აისახება გეოპოლიტიკა ჩვენს სამყაროზე. ჩვენ ვცხოვრობთ არაორდინალურ გარემოში, ამიტომ ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია რომ გავუზიაროთ შეხედულებები მსოფლიო ლიდერებს. მივესალმები ამ პროცესში საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობას. ჩვენ მტკიცედ გვწამს რომ მომავალში ჩვენი აქტივობით ყველა ჩვენგანს გვექნება მყარი ურთიერთობები კავკასიის რეგიონში, სადაც მსხვილი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერების შესანიშნავი შეხვედრაა. დისკუსიები მნიშვნელოვან თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის ლიდერთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მოუთმენლად ველი თბილისში რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მასპინძლობენ. კონფერენციაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოს როლზე როგორც შუა დერეფნის ქვეყნის მშვიდობაზე, ასევე ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ ინვესტიციებზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ესაა ამ შესანიშნავი თავყრილობის მთავარი მიზანი.